ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უარი უთხრა. განცხადებაში, რომელსაც ოლიგარქი ავრცელებს, წერია, რომ რუბიოს თხოვნას პირად შანტაჟად აღიქვამს. წერილიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ ივანიშვილმა ელჩს სანაცვლოდ კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა დანიგანმა უარი განაცხადა. ნიკამელიას თქმით, პროკურატურამ ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქმის პროკურორებმა მიზეზად მათი ტრენინგზე დასწრება და თბილისში არ ყოფნა დაასახელეს. ამ წუთის მდგომარეობით პროკურორები ხვალინდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებიან, არც ბრალდებული, არც პროკურორი. უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პუტინი ომის დასრულების სანაცვლოდ ითხოვს დასავლეთის წერილობით ვალდებულებას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.